მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, გამარჯობათ ქართული ტელეს ტელემაყურებლებო. მე ვაჟა ოთარაშვილი გახლავართ, ჩემი საავტორო გადაცემით ლიტერატურა, ხელოვნება, სულიერება. დღეს ხუთშაბათია და როგორც ყოველთვის თქვენ წინაშე წავდექი ძალიან ძვირფასი სტუმრით პოეტი თინა გახელაძე. მოგესალმებით თინა გახელაძე. არის სამილახროდან ისტორიული სოფელი ქვემოჭალიდან, კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღნიშნო, რომ ეს არის ჩემი მშობლიური სოფელი, ჩვენი მშობლიური სოფელი და სოფელი, საიდანაც 7 წმინდანია ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მიერ შერაცხული, 5 ძმა კარბელაშვილები, 2 ნინო და ანა ამილახვარი, მამიდა და ძმისშვილი. და ეს არის უნიკალური სოფელი თავისი ისტორიული ძეგლებით, თავისი წარსულით, თავისი გეოგრაფიული მდებარეობით, თავისი ბუნებით, ჩამოვიდის მდინარე ლეხურა. ეს არის სოფელი, სადაც გივი პირველი და გივი მეორე ამილახვარი მოღვაწეობდა, სადაც მოღვაწეობდა გიორგი სააკაძის ძმადნაბიცი პაპუნა ამილახვარი. სოფელი, რომლიდანაც დაახლოებით 2 კილომეტრში რუსის ჯარი დგა, ქარის საყდრის მოსაზღვრეთ, ასე ვიტყოდი, სოფელი, რომელსაც უამრავი ბრძოლა გადაუხდია, როგორც სპარსელთა შემოსევების, თურქთა შემოსევების ზედაველაზე, ასევე ლეკთა არაერთი თავდასხმა და აოხრება მიუღია ამ სოფელს, გადარჩენილა ეს სოფელი, ამ სოფლის გმირი მოსახლეობა და დღემდე ულამაზესი სოფელი ქვემოჭალა ამშვენებს ქართლის გულს. სწორედ აი ამ სოფლიდან არის თინა გახელაძე, მისი წიგნი ფერთა სიმფონია სწორედ შარშან გამოვიდა. ეს მისი პირველი წიგნია, ფერთა სიმფონია, სადაც პოეტის შესანიშნავი შემოქმედებაა წარმოდგენილი. ქვემოჭალელია მეთქი თინა გახელაძე, იგი 1962 წელს არის დაბადებული, დაამთავრა ქვემოჭალის საშუალო სკოლა. მისი მშობლები ცნობილი პიროვნებები იყვნენ, მამამისი იყო ცნობილი კოლორიტი, მთავარი აგრონომი სოფლის, დედამისი მშობლიური ენის და ლიტერატურის, ქართული ენის და ლიტერატურის მასწავლებელი, ღმერთმა ნათელში ამყოფოს, ორივე ბრწყინვალე პიროვნებები იყვნენ და აი თვითონ თინას ტექნიკური განათლება აქვს საქართველოს მაშინდელი პოლიტექნიკური ინსტიტუტის, დღევანდელი ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტი აქვს დამთავრებული და მისთვის მართლაც მთავარი და უმთავრესი არის პოეზია, მისი სულის, ტკივილის, დარდების, სიხარულის, ოცნების ამოძახილი სწორედ მის ულამაზეს სტრიქონებში არის გაბნეული, ზოგჯერ ხორკლიან მარგალიტებად, მაგრამ ალალის სტრიქონებით ხიბლავს მისი პოეზია, რომელიც როგორც სამშობლოს სიყვარულით, წინაპრების მონატრებით, გარდასულთა, გარდაცვლითა, საფლავების მონახულებით თუ გახსენებით, ასევე სიყვარულით სითბოთი არის გაჟღენთილი. თინა გახელაძის პოეზია სხვადასხვა დროს იბეჭდებოდა კასპიის რაიონულ გაზეთ განთიაჩი, ასევე ბეჭდავს ჟურნალი ხორნაბუჯი. ჩვენი მეგობარი რედაქტორი, შესანიშნავი რედაქტორი და მთავარი რედაქტორი ამ ჟურნალისა, გიორგი ნატროშვილი, ჟურნალ ხორნაბუჯის მთავარი რედაქტორი, რომლის ნომერსაც აი ნოემბრის ბოლოს გამოვა უახლოესი ნომერი და ჩვენ როგორც ტრადიცია გვაქვს აუცილებლად წარდგინებას გავმართავთ ქართული ტელეს ეთერში და ხშირად აი ამ სწორედ ამ ჟურნალ ხორნაბუჯში იბეჭდება ხოლმე თინა გახელაძის მშვენიერი ლექსები. დღეს ჩვენ კიდევ ერთი ლამაზი პოეტური საღამოს მოწმენი გავხდებით თინა გახელაძის პოეზიასთან შეხებით და მიხარია რომ თინა გახელაძე არ შეიძლება ვთქვათ, რომ ეს არის რაღაცა განყენებული პოეტი ამ ცხოვრებიდან. იგი თანამებრძოლია ჩემი იმ ქართული მიწების ჩვენი ერისათვის დატოვების დიდ ომში, დიდ ბრძოლაში, რომელსაც ქვია ქართული მიწის დაცვა არაბებისგან, ირანელებისგან, სხვადასხვა მომხდურთაგან და მოგეხსენებათ, რომ სწორედ სოფელ ქვემოჭალის მახლობლად უნდათ არაბული სოფლის აშენება 125 სახლზე. ასევე ჩვენ ერთად ვომობდით სოფელ წინარეხთან
სადაც ასევე არაბული სოფლის აშენება უნდა და ასე შემდეგ. მე სწორედ აი ამ კუთხითაც მინდა წარმოვაჩინო ეს პიროვნება, იმიტომ რომ დღეს არიან პოეტები, რომლებიც კი ბატონო წერენ სამშობლოზე, წერენ იმ ტკივილზე, რაც დღეს არსებობს, მაგრამ ერთ სიტყვას ვერ ამოაღებინებ და თავის პოზიციას ვერ დააფიქსირებენ პოზიციის თუ ოპოზიციის შიშით. და თავის მრევლს, თავის მკითხველს არ სთავაზობენ რეალურად იმ ბრძოლის გეს, რაც სწორედ დიდმა გალაქტიონმა ბრძანა. ვიდგეთ იქ სადაც ქარიშხალია და სისხლიანი დგას ანგელოზი. ადვილია სახში იჯდე, მარტო ლექსები წერო და შენი სიტყვა არ თქვა. იქ სადაც სათქმელია. შენი შეძახილით არ გაამხნეო მშობელი ხალხი. არ იყო იმ ფერხულში, რომელსაც სამშობლოს გადარჩენა ქვია, ქართული მიწაწყლის გადარჩენა ქვია და ჩვენ უყურებთ, რომ უდიდესი საშიშროების წინაშეა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა. და ის რომ ჩვენი ქრისტიანული სამშობლო, ჩვენი დიდი მამული, დიდი სულიერების, დიდი კულტურის მქონე მამული არის უდიდესი საშიშროების წინ. ქვეყანა, სადაც კულტურის, განათლების, ანტიეროვნული, ანტიქართული, ანტიქრისტიანული სახელმწიფო პოლიტიკა და ფაქტიურად მომავალი თაობა ნადგურდება. მომავალი თაობა, რომელსაც პირველი კლასიდან დაწყებული ასწავლიან რაღაც კრეტინულ ლექსებს, რომელსაც არც რითმა აქვს, არც რიტმი აქვს, არც ხატსახეები აქვს, ქვეყანა სადა რომელსაც ისეთი ბუმბერაზი მოაზროვნე, ისეთი ბუმბერაზი კლასიკოსი ყავდა და ერის დიდი მოამაგე იაკობ გოგებაშვილი, მისი შექმნილი დედაენა გვერდზეა გადადებული. ის მეთოდები სწავლებისა, რომელიც თავის დროზე დიახ იოსებ სტალინმა დაახვეწინა საქართველოში და ლავრენტი ბერიამ და რომლის განათლების სისტემა, პრუსიული სისტემა განათლებისა მოშალეს და ბოროტი მსოფლიო ბოროტი მასონური ძალების დაკრულზე აცეკვებენ დღევანდელ მომავალ თაობას და მე გვიკვირს რატომ ხდება რომ რუსთაველზე ole სიმღერით ჩაივლიან და აივლიან ახალგაზრდები. ეს სწორედ ანტიეროვნული, ანტიქართული, ანტიქრისტიანული სახელმწიფო პოლიტიკის შედეგია. და ამაზე თუ ხმა არ ამოიღო პოეტმა, თუ ზოგადად მწერალმა არ ამოიღო ხმა, მაშინ ის ყოფილა ნული, იმიტომ რომ ნებისმიერ შემთხვევაში პოეტი ზოგადად შემოქმედი სწორედ მუხტი უნდა იყოს წინსვლისა, ის თავისი ხალხის მხარში უნდა იდგეს და არა მეფის ნავში იჯდეს, რომ თბილად მოკალათებულმა მიიღოს გამოხრული ძვლების გასამრჯელოდ. აი მე ვეცადე რომ სწორედ აი ეს პიროვნება თინა გახელაძე სწორედ ასეთ მებრძოლ პოეტად წარმოვაჩინოთ თქვენს თვალში, მისი შემოქმედებაც, მისი მოღვაწეობაც, მისი ცხოვრების წესიც არის სწორედ ბრძოლა სამშობლოს მიწაწყლისათვის, ქართველობის გადასარჩენად, სიმართლის სათქმელად. კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ შესანიშნავი მშობლები ყავდა, შესანიშნავი დედმამიშვილები ყავს, მეუღლე მერთმა ნათელში უმყოფოს და ჩვენ გავხდებით მოწმე ულამაზესი პოეტური სტრიქონებისა თინა გახელაძის შემოქმედების წარმოჩენით. სიტყვის ალავერც ახლა მე თინასთან გადავდივარ, მე დავდუმდები და დანარჩენს უკვე თინას ლექსები გვეტყვიან, როგორც სოციალურ ქსელში წარმოგიჩენთ ხოლმე თინას ლექსები. დიახ, ქართული ტელემაყურებელს თინას ლექსები. კიდევ ერთხელ მოგესალმებით და ერთს დავამატებდი მხოლოდ და თუ არაფერი არ თქვეს მასწავლებლებმა, აი მაგას დავამატებდი. პირველ რიგში მასწავლებლებმა უნდა თქვან ის, რაც ითქმის სამშობლოს დასაცავად სკოლაში, რომ სკოლიდანვე აღზარდონ ბავშვები, თორემ მე უკვე გაზრდილებს რაღაც ჩაგვ. მასწავლებლები მხოლოდ არჩევნების დროს ახსენდება ხელისუფლებებს და საარჩევნო შტაბის წევრები არიან სამწუხაროდ. დიახ. ხელფასი დიდია, რას ისეთ. დავიწყებ პოეზია. დავიწყებ სამშობლოზე ლექსით.
ჩემო ქართულო მზის სხივებით გამთბარო სვილოს ციხე ჩემი სულის მალამო ყვავილებით მოხატულო მთაბარო გვირილებო და იორდა სალამო ლეხურასთან ფშანი მოდის ჩუხჩუხით ვერ მოითმენ პეშვით რომ არ დალიო ყოველ დილით ანგელოზი ჩურჩული ჩემაგებებს კლავ ხალისით ალიონს მარტო ქართლი ყველგან დავეხეტები და სამშობლოს ყველა კუთხე ჩემია საქართველო ედემია ედემი ქართველობაც ღმერთის განაჩენია მშვენიერია კიდე უკუღმა ბრუნავს ბედის ბორბალი დროდადრო სილას ლოყაში გვაწნავს გავებული ხარხარებს ქარი და ნერვიულად აწვალებს ნაწნავს ხან გამიწვიმდა და ხანაც მათოვს დარდი მჭირს დარდი დღეს უსამანო ამდენ გაყინულ გულს რა გაათბობ შენ ხომ ვერ მეტყვი იასამანო გმობ ვოროტებას დამწარე ქილიქს გარშემო თითქოს მწუხრია ბნელა და უნებურად არ ყოფნის ბილიქს ბარბაცით შევყევი ნელა გზაბნეული გარბის თემი და ჩემი გოდება სამყაროს ერთვის ზეცას ავხედე ღრუბლებს ზევიდან გაოცებული დაგვწკერის ღმერთი სოხუმი გაგრა გალი და რიწა სამაჩაბლოდან კვნესა მეგუთნის სიმწარისგან გავღეჭე მიწა რომელიც აღარ მეგუთნის ცოტა შევცვალოთ თემა რუსიჩუმია ახლა ჩვენ შორის ოკეანეში ჩრდილების გუნდი გადატეხილი იმედის შორი და დადებული დარდების ხუნდი ვეღარ მოასწრო რასაც დამპირდა თითქოს ვემსგავსე თავდახრილ ტირიფს რომელიც ცრემლით ალბობს ნაპირს და ღუზა ჩაშობულ სიყვარულს ტირს ეს გარეთში ვიყავით ექსკურსიაზე და იგივე ტურით უფრო სწორედ და იგივე იქაც აბარა რა დაგვდა იქაც თუ არ მიხვედი და არის ტირე სხვა ვერანაირად ვერ წამოხვალ მე მინდა ისე მაყურებელს მივმართო რომ თინა გახელაძე ძალიან ხშირად მოგზაურობს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ეს გარეთში იქნება დასავლეთ საქართველო იქნება ხევსურეთი იქნება სვანეთი თუ იმერეთი იგი ძალიან ხშირად მოგზაურობს და ფაქტიურად არ დარჩენილა ისტორიული ძეგლები მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლები ისტორიული ადგილები რომ მას არ კონდეს მოვლილი და ინიციატორია ყოველთვის პატარა ჯგუფად რომ აი მოინახულოს ჩვენი წინაპრების ნაკვალევი და საძვალეები. ამ კვირაშიც მიწევს 2. გარაჯის გზაზე. აი უდაბნო, ჩანს ჰორიზონტი. ფეხქვეშ ქვიშა, ვუფთხი მორიელს. გადამავიწყდა აქ უკვე მონტი. ვეღარ ვიხსენებ ვეღარც მოლიერს. თავს ვეღარ უყრის ალექსე სიტყვებს. ვეღარც მარცვლებს და ვეღარც ტრიქონებს. თავგზაამებნა ხსოვნა ვერ იტევს გარდასულ დღეთა ქორონიკონებს განგებამ თითქოს სადღაც დამალა სიტყვებით კბილი და საალერსო აბჯარ ასხმული მივიდევ ამალას მზად ვარ მტრის რისხვად ხმალი ავლესო გზაზე ჩავმწკრივდით ვითვლი ნაბიჯებს მზეზე ვრაცრაცებ თავჩაკინდრული გადაღლას ვატყობ ჩვენს გოგო ბიჭებს წყალიც გათავდა განძიმდიდრული გულთან ყავს ჩემი მფარველი ხატი როდის გამივლი შფოთვა ღელვები უკვე გავბეზრდი სიცხი და ხვატით ლამის ვინაკრო წვიმა ელვები უცებ შორს ვხედავ მოჩანს მირაჟი ვიღაც გვანიშნებს რომ ვაგვიანებთ მუხლამდე მდგარნი ცხელ ქვიშაში გვიხმობენ დავით და ლუკიანი ბრავო მშვენიერი ლექსია ეს კონსტანტინე და დავითის ხსენების დღეა შეგვეციოს ამინ როგორ მომრავლდა ქვეყნად მაქცია თითქოს რქები აქვს და კიდევ ეშვი წურვილი თუ კლავს არ მოგაწვდიან წყალი რომ სთხოვო სულ ერთი პეშვი გულდაგულ ვებრძვი ქარის წისქვილებს ტერევით ვთელავ მინდორში ქარს და იმედი კურნავს გულის ტკივილებს გამოსროლილი ტყვია რომ ასცდა ჯერ მედგრად ვდგავარ ცოცხალი ვარ და ვერ დამაჩოქებს მბრუდი დროება მამა პაპურად მოვიხდი ვალს და შეუერთდები უსაზღვროებას. გაიხარე და მე ხლა გამახსენდა მოწამეთა და კი დავით და კონსტანტინეს და ქვათახევში ზუსტად. კი და მინდა აღნიშნო კიდევ ერთხელ რომ თინა გახელაძის ფერთა სიმფონია
ეს მისი პირველი წიგნია, ხო და მე და ეკა კვანტალიანი ვართ ამ წიგნის რედაქტორები, ამ შესანიშნავი ლექსებისა, რომელსაც ფერთა სიმფონია ქვია. და აი თინა ახლა ახალ ლექსებს კითხულობს, მე მინდა მისი მკითხველების საყურადღებოდ თქვა, რომ ეს უკვე ფაქტიურად ქართულ ტევეზე პირველი პრეზენტაცია ახლა ხდება ამ ლექსის, პირველი წარდგინება ამ ლექსებისა, იმიტომ რომ წიგნში არ არის შეტანილი. ეს ახალი ლექსები ალბათ მეორე წიგნისთვის თინა გახელაძის დიახ. თქვენი დიდი დაჟინებით, თორე არც ამას ვაპირებდი. დაატყვევეს საქართველო. დღევანდელი დღე მიუმარჯვეს წალკოც ცელი. ვაი, ჩვენო თავ და ველო გაგიმზადეს სარეცელი. შესევიან ბაღვენახებს ირანელი, ინდოელი, ტანში გასცრა კარდენახელს, წარედახსოს დიდოელი. წყალსვამს ეშვით არაბი და პაკისტანელს მოსწონს ხნული. წინაპარი სამარიდან კვნესის ნერვება ჯაგრული. ვეღარ ვაშრობ ცრემლის ჭაობს, გულს მიფლეთავს აწმყო კრული, გონება ცრის, გული დაობს, სიტყვაც მაფრთხობს გადაკრული. გამოფხიზლდით, დღეს სამშობლო ხედავთ, უცხოს ყავს მართული, ქვეყანა არ დავაობლოთ, გამოვნახოთ გზა ქართული. გაიხარე თინა. როგორი ტკივილია თითოეულ სტრიქონში. დიახ. დავხეტიალობ შორეულ მთებში, დაყურს მიუგდებ ჩურჩულს ქარისას, გეძებ ხმაურში, ხან სიჩუმეში, ბინძზე და ხან კი მზის ამოსვლისას. რატომაც მჯერა შეხვედრა ჩვენი მოხდება დღისით ვარდების ბაღში. გეტყვი რომ ჩვენის კისერი შველის და შეფაკულული ლოყა ბადახშის, შენ გაწითლდები, თავს დახრი მორცხვად, ზეაგიტაცებ თვალმარგალიტო, შეგვეწეო და უფალის ლოცვა და ვიქნებოდით სამაგალითო. ახლა ჩემს ძველ მარანზე ერთხელაც ჩავედი და გამახსენდა რომ ჩვენი ქვევრები სავსე იყო და გარეცხილები და გასიმსიმებულები და ახლა მე მგონი უმეტესობამ წავაფარეთ ქვევრებს და შუშის ბოცებში ვაცხავთ ალბათ. მამამისი იყო საოცარი მეღვინე და ღვინის გამყენებელი მადლი იცოდა ღვინის ბატონის ერგო, ძიას ერგო, მამაჩების მეგობარი და არა დღესაც განთქმულია გახელაძეების ღვინო, მაგრამ აი სწორედ იმ წინაპრის მარანს იგონებს, იმ ქვევრებს იგონებს, რომლებიც ამ ბრწყინვალე წმინდა სასმელით იყო სავსე. მოვედი შენთან ლოთი და შფოთი, მოგესალმები ძველო მარანო, დავატრიალოთ აქ ქარაშოტი, ღვინოში ჩაკლავ ჩემო ვარამო, სადღა პაპის კრიალა ქვევრი, ზედაშის ქოცოს ვხედავ დარდიანს, წამოქცეული კოჭობის ხვედრი დილას მითენებს ისევ ავდრიანს, თვალი შევავლე გაცვეთილ სარცხვებს, მოუწყენიათ ქვევრებს სარქულიანთ, ტუჩებ მოღრეცილ ხელადებს საწყლებს პატრონის ხელი აღარ ატყვიათ. ლხინი აქა და ჭირიკი იქა, აღარ ღირს სიტყვა რომ გავაგრძელო, თიხის ხელადას მივარტყი ჭიქა და მარტოობის თქვი სადღე გრძელო. გაიხარე, თინა, როგორი სევდიანი ლექსია. დაამდა სადღაც მაღლა ცის თაღზე, თვარე გამოჩნდა ღამის მთეველი. წყლულებს გამკურნავ, გავალ პარმაღზე, დარდი გავფანტო დაუძლეველი. ბევრი სიძნელე დამიხვდა წინ და მიკვირდა, კვლავ რომ ვიყავი მშვიდი. თვალთმაქცებისგან ბევრი რამ წინდა, რამდენი იყვნენ 10-დან 7. მიქრის ცხოვრება სწრაფად, ხან მდორეთ, გზა და გზა მხვდება ქაჯიც, ფერიაც. ძნელია სულის ტკივილი თორემ, ხორცის ტკივილი არაფერია. ბრავო, ძნელია სულის ტკივილი თორემ, ხორცის ტკივილი არაფერია და კარგი შედარებაა. აღარც კი ვღელავ, განვაგდე შფოთი, ბედს შევეგუე, მითრთის ვენები, როგორც სასმელით დაჭრილი ლოთი, საწოლზე მშვიდად მივესვენები. აზრი აღარ აქვს, მგონი ვკვდები და აშენი ახლა ცათამბჯენები, ამომიქეკე შეცლომები და გამომიტანე განაჩენები. არ შეგახსენებ წარსულის კადრებს, დამშვიდდი, თავსაც არ დაგესხმები. გადაირბინა როგორაც ადრე, კვლავ გადაირბენს ეს ნასესხები. გაიხარ. მოდი წავიკითხოთ ჩვენი სიმფონიები, რა ვიცი, იმ ხელა ეს გამომივიდა, მე მგონი
კი ბატონო. პოემასავით არის, მაგრამ მე მგონი საინტერესოა. კი ბატონო. კარგად წაიკითხე ხმამაღლა. თავარი გარი. ვიწრო ბილიქ შეუყევი ბინდის პირას. სირინოზის ხმა მომისმა შორეული. ჯადოსნურ გზას მივაგენი. გავწდი გვირაბს. 64-ში მოხვდა ჩემი ორეული. მენდელსონის საქორწინო მარშით მთვრალი სიხარული გადაევლო ველს და ჭალებს. ეტლით მიქრის ფატიანი პატარძალი ეშმაკურად უციმციმებს მეფეს თვალებს. თვარის შუქზე თვარეს უძღვნის უკვდავ სონეტს. უიმედო სიყვარულს წუხს ბეთჰოვენი. დღეში 5 ჯერ დატენის და შლის პისტოლეტს. აღარც ბონის იმედი აქვს, აღარც ვენის. შორიდან ჟღერს ბლუზის სტილში რაფსოდია. გამახსენდა რომ ავტორი გერშვინია. იალნანა აამღერა. აბსურდია კვდება, მაგრამ სიკვდილის არ ეშინია. და ეშმაკთან წილნაყარი პაგანინი ვიოლინოს სიმებს აზდევს ხემით ნაზად, გვერდით უდევს გიტარა და მანდოლინა, ნოტებს ფანტავს ნაფოტივით ფიანდაზად. ახმაურდა მე-40 სიმფონია, მოცარტს ხელში ჭიქა შერჩა ცარიელი. თვალი კიდე ზემოთ თალხი ცისფონია, მის რეკვიემს შვიდად უსმენს სალიერი. შოსტაკოვიჩ, პროკოფიევს, ვაგნერს, შტრაუს, ბახს, ოფენბახს, შოპენს, ვერცლის და ვივალდის, დავესწარი ტალანტების დღესასწაულს, მომსწრე გავხდი ლეგენდების სიდიადის. რა დროება გავაცილეთ, რა დროება, ვინ შეავსებს დედამიწის ახალ ედემს, წყალში ნიმფამ დაარღვია მყუდროება, ჩაიკოვსკი დაჟინებით უმზერს გედებს, გრძნობ იქ ყოფნის ამოუწურე მე ლიმიტი, მომაცილებს ქართველების დიდი რაზმი, უფალიც კი მიმანიშნებს, რომ ვიზიტი დასრულდა და მასხა წყალი აიაზმის. ფალიაშვილს, არაყიშვილს, ბალანჩინის, თვალში უდგათ მონატრების გრძნობა მწველი. კარგად ვიცი მათი ფასი, მათი ჩინიც. გვირაბთან ვარ, საზღვრისაკენ მიხმობს მცველი. სასწაული 64-ია, მიყვირს ერთობ, მხარზე მაზის ანგელოს და ლურჯი დასი. როგორ მინდა დავილოცო, გთხოვ რა ღმერთო, გადმომიგდე ციდან ღვინით სავსე თასი. ბრავო, ბრავო. აი, როგორ დახატა ბუმბერას ბევრი გამორჩა, მაგრამ ძალიან კლასიკოსთა დიახ რა ლამაზი ხატსახებით გადმოეცი მთელი ეს პლიადა მართლაც ცოცხალი ედემი დედამიწაზე ღვთის მადლით გადმოსროლილი ამ გიგანტი შემოქმედებისა. ბრავო ტინა. მართლაც წავიდნენ. დიახ. ეხლა ცოტა პატარა ის გავუკეთო რა ქვეშესავალი. სამარიდან რომ გაქცეულა მეფე აშოტი, აი იმის გამო დამეწერა ეს ლექსია. დაახლოებით ესე ალბათ ვიცით აღმოჩენა რომ გაკეთდა თურქეთში, მაგრამ თუ აშოტ კურაპალატის საფლავი იყო, ვეღარ გავიგე აშოტი სადღა იყო. თუ აღმოჩენა იყო, ესე იგი მათ წინ ვიღაცამ აღმოაჩინა და გაძარცვა რანაირი აღმოჩენა. მეორე მიტაცებული ქართული მიწაწყალია ჩვენი ისტორიული პირის, ისე რომ არ გაგიკვირდეს ახლა. არტანუჯი, ტაო ეს ყველაფერი იყო უძველესი ქართული მიწაწყალი და დღეს თურქეთის სახელმწიფოს ხელშია ჩვენი მთელი ისტორიული ძეგლთა წყება იქ. იქით შაბათკვირას, პარასკევ შაბათკვირას არის მგონი. ტური და მეძახის, მაგრამ ჯერ მე მგონი ვერ ვახერხებ. ჯერ ცოტა სხვა გეგმები მაქვს. არა და ვინც ერთხელ წავა, იმედია რომ მეორეთაც დაუძახებს ტაოკლარჯეთი. შემოდგომა, წვიმა-წვიმას მოება ისევ. ქარმა ქვითინით იალქანი გაშალა ველად. ტაოკლარჯეთო, ჟამ ამინჩი ფიქრ შემომისევ. რა დამაძინებს უდარდელად და უშფოთველად. დრო გაჩერდა და გაიბუტნენ თითქოს ფრესკები. ბევრჯერ თავმოჭრის მოწმე გახდნენ, ბევრჯერ გაშოლტვის. ქართველთა ცოდვით ვერ ისვენებს ახლაც ქვესკნელი. სამარიდან გაქცეულა მეფე აშოტიც. დამეც გაორბივარ, სადაც ტაძრებს გადაკრავთ სევდა და საიდუმლოს ინახავენ უტყვად ლოდები, სად ქარაშოტი ისტორიას ფეხდაფეხ ზდევდა, იქ საქართველოს გაბრწყინებას დაველოდები. ბრავო, ღმერთმა გისმინოს. ბრავო. აშკარად ჩანს წინ გადადგმული ნაბიჯი პირველ წიგნთან შედარებით, ფერთა სიმფონია, ეს ახალი ლექსები გაცილებით
მაღალი პოეტური გემოვნებით და პოეტური ხელოვნებით არის შექმნილი. იქიდან მეც შეფასებების გადაფასება გავაკეთე კი უკვე. ბატონო, ძალიან კარგი. ხო. ესაც რატომაც იქ დაისი, მე ავტორი ფალიაშვილი და კი ბატონო. ისევ სადღაც მოვკარი თვალი როგორ შეხვდნენ მარო მაყაშვილის დედა და ფალიაშვილი რუსთაველზე და როგორ უთხრა ფალიაშვილმა რომ მაროს არ მიუძღვნა, ნადეჟდა ბუზოღლის მიუძღვნა, მაგრამ მარო ხო ყავს გამოყვანილი პერსონაჟად და უთხრა რომ შენი შვილი გამოვიყვანე პერსონაჟად დაისშიო. კი ბატონო. საღამო ხანი, ნისლი, თბილისი, ტროტუარებთან თეთრი ვერხვები, ბოძზე ფანდრები, გრილი ივლისი, შენობებიდან მუსიკის ხმები, ქუჩაში მგზავრი, ცალ-ცალკე, კენტი, მალე პირისპირ შეხვედრა ორის, შლიაპიანი ინტელიგენტი და ქალბატონის ხელზე ამბორი. საზღვრები უკვე შემორღვეული, გაფითრებული თებერულის ლანდი, სიკვდილი, ცელით შემოთრეული, ტრის სიძულვილი, 1000 ფანდი, თეთრი ხალათი, ბრძოლა, დაცემა, ცრიატი დღე და ტყვის წუვილი, სინდის ნამუსის გვერდით გაწევა, შორიდან გლების ხროვის ხმუილი. სანამ დაეცა, თბილის გახედა, ვეღარ მოესწრო ვარდების მაის, მარო მაყაშვილს დასტირის დედა ფალიაშვილი აკვნესებს დაის. მარო მაყაშვილის და იუკერების ობელისკიდან დაახლოებით 100 მეტროში გაყიდეს ის მიწები და არაბული სოფელი აშენებული თუ ირანული. არაბული სოფელი დაახლოებით 200 სახს. იქვე ახლო ტაძარი. ხო, იქვე ახლო ჩვენი ქართული ტაძარი. როგორც ყოველ ყველგან. აი ესე. და ისტორიული ტრები ნელ-ნელა ალყას გვარტყავენ. ავაკლარჯეთშიც ეგრეა, ჩვენი ტაძარი დგას და იქვე მოლას მეჩეთი უდგას. მოდი ძველი წიგნიდანაც წავიკითხოთ. კი ბატონო, წავიკითხოთ. რომელი ლექსებიც მიყვარს ის ძველები. კი ბატონო. ტიალმა წუთი სოფელმა სულ აბდაობდა მატარა. კარგიც მაჩვენა ოხერმა დარდიც დიდი და პატარა. ღმერთი მეგზურად მადევნა, თან მომიჩინა სატანა. ერთგულნი ჩემგან განდევნა მიწევდა ორგულთ ატანა ხან ბოტასავით წამწია, ხან უკან ჩამაჩანჩალა, ჯერ ამაფრინა არწივად. მერე გამხადა ყვანჩალა. მუხლზე ფორთხვით რომ მათრია, მოლბა ზღაპრის გმირს მადარა. მოლოხო მაინც ადლია, მიწის ნაგლეჯი პატარა. მიწაზე მომკლავს, მადლია, საგამაცოცხლებს, რადარა. ან სიცოცხლეში რაყრია, არც რა ვიდარდო, არც არა. ან სიცოცხლეში რაყრია, არც რა ვიდარდო, არც არა. კარგია. დავლიო? არა, არ დავლევ. ხიზელი ვუმზერ სამყაროს. ცხოვრებას დარჩი არ გავლევ, სულმა რომ გაიზამთაროს. გავბრაზდე? არა, მშვიდი ვარ. აზრს ნელავ კერავ, ხან ქარგავ. ხან კი ვაბანკზე მივდივარ, ვიცი, ყველაფერს დავკარგავ. ვიჯიუტობ? უფალს მივამდე ბედი, არ ვეთამაშები, შემოვუწყერი იაგნებს და ვიმეგობრე შაშები, მოკვდები, სანამ ვიცოცხლებ, ვაგროვებ ქვიშას, თან ჩქავრობ, გავიხანგრძლივო სიცოცხლე, ქვიშის საათში ჩავყარო, დარდობ, არაფერს არ ვდარდობ, ვერ შემაშინებს ფანტომი, ზეცაში გავინავარდო, მერე გაჩერდეს წამზო. აი, სულ საქართველოს არაფერი აუცილებლად წაიკითხეთ შეიძლება. მზეღრუბლებს ხელს კრავს და დანავარდობს. ერთი შეხედეთ, ცარაფერია. ცისარტყელების სერავს კაბადონს სამოთხე, სხვა კი არაფერია. რაც ამურად გალობს ბულბული, დედალ მამალი ხმებში მღერიან. განაბულია იგვლივ სულდგმული, სამოთხე, სხვა კი არაფერია. დედას თავს და პირს ულოკავს შველი, თან თვალებს ნაბავს, როგორც ფერია. ჭერელმა პეპლებმა დაიპყრეს ველი, სამოთხე, სხვა კი არაფერია. თქეშის ხმა მესმის, თვალებით ვეძებ, რა ხმაურია? ეს ჩანჩქერია. ტმა დაუფარავთ ქათქათა გედებს, სამოთხე, სხვა კი არაფერია. მიმოიხედეთ გარშემო მხოლოდ წყალყოტია და სულ ედემია, სამოთხე სხვაგან ბოლოს და ბოლოს უსაქართლოდ არაფერია. შენერია.
არა და არ გადაიღო წვიმამ, უსაშველოდ მომაბეზრა თავი. მზეს ღრუბლებში ალბათ შეეძინა, თებს ძაძებად შემოუკრავთ შავი. ოღ რა ძლიერ მომენატრა დღე და oi როგორ გაიწელა ღამე, გონი მართლა გარდაცვლილა მზე და გონი ობლად დაგვიტოვა თვარე. წმენა იმედი ხوار წავიკითხოთ. მოდი თემიდაძე წავიკითხოთ, ეს სასამართლო წავაგეთ და რაღაც ცუდად მახსენდება ეს ლექსი. მაგრამ შემდეგ 4 მოვიგეთ. მე მოვიგეთ 4-5 ავიცი. აპელაციები და ისინი ხო მოვიგეთ. კი. ზეცა თეთრად დაბურეს ღრუბლის ეშელონებმა და ღრიალით ლომებმა გააღვიძეს ჯინები, მუქთახორებს სინები დაურიგეს მონებმა, გაამართლეს ქორებმა საქმე გასაცინები. ხედავ ქალღმერთ თემიდას მოუხსნია სახვევი და სიმართლის ნახევი დაუყრია ფეხებთან, ზევსი შემოეხეტა, ეცა თვალება ხელის, ორთავ მუშტე მოღერის ცუდრო შემოეფეთა. მოისროლა ხმალი და მიმოფანტა თეფშები, გაიხსენა ლეშები სასამართლოს სცენიდან, სისხლი მოსჩქებს ვენიდან, ზეს სევსაც ეუხეშება, ვერძლია გავეშებას და გაიქცა თემიდან. ეწყინა საქართველოს გაყიდვა ამასაც კი სწყენია საწყობი. ამ სასამართლოზე კიდევ ამაქვს ერთი კარგი ლექსია ისეც. აი ეს აქვეა ბარემ. ინტერნეტ დამოკიდებულ თაობასაც შეიძლება. აი კარგი მინდოდა რომ წამიკითხა ხო. თავისუფალი ვარ მოქალაქე და არა გიჟი თავისუფალი. მზარავს ორპირი და მოღალატე ვფიქრობ, ამიტომ წყალობს უფალი. წინ ვიხედები, ყველა ყალბია, ნიღბები დაქრი, შავი ნიღბები, დიდება შენ და წმინდა მარიამ, თაბურუ მეხვევა, უკვე ვიღლები. წარსულს ვიხსენებ გმირებს ასპინძელთ, აქრა ჩამესმის, ბოდვაროშვები. ერთი სული აქვს ძლიერ მასპინძელს ჯიბაში იკრას ვერცხლის დროშები. ოფიციოზი დაუშვებს ფარდას, დამთავრდა, შედგა სპექტაკლი ფარსი. ბრძოლას ყოველთვის აზრი აქვს, თავს გზას ვეღარ აგვირევთ, გატყდება ნავსი. რასეუბნევით მომავალ მართვეთ, ან ჯვარს, ვარდიას, სიონს და ითქვის, შეგცვეთ ქვეყანა როგორაც მართეთ, შთამომავლობა კაცრ სათქმელს იტყვის. მაგათ არაფერს არ ცვენიათ მართველებს ამა ქვეყნისა. ჩვენ თუ არ შევარცვენეთ ალბათ. აი ეს ინტერნეტ დამოკიდებულ თაობას აქტუალური. რომელი გვერდია ხო კი Me-80, Me-80. ჩავნიშნე სადღაც. Me-80 გვერდზეა. Me-80, აი ჩამინიშნავს ხო იქ წავიკითხო მეთქი. ეს ლექსი არის პასუხად იმისა, თუ ნეტავრით ვერთობოდით მაშინ. ახალგაზრდები კითხულობენ, ინტერნეტი როცა არ გქონდა. თკბილი ბავშვობა როგორ გაფრენილა. წარსულში დავტოვეთ ლამაზ მოგონებად. მისგან ფრაგმენტებიღა შემორჩენილა. მახსოვხართ ლაღბიჭებად და გოგონებად. სკოლიდან მოსულნი ფორმას გავიხდიდით, შევიქაქანებდით დაღლილების სახლში, წერდით დავალებებს, გაკვეთილს სწავლობდით, მერე კი ერთმანეთს ვასწრებდით ქუჩაში. 3 და 4 რომ შევიკრიბებოდით, სხვებიც დაიწყებდნენ ჭიშკრების გაღებას. არიელ რეშკაზე ხურდას ავისროდით. ეს უკვე ნიშნავდა თამაშის დაწყებას. გასართობი იყო, ვინ მოსთვლის თამაშებს, იმდენი, ჩამოთვლაც კი გამიჭირდება. ალბათ კარგად გახსოვთ იმ თაობის ბავშვებს, მათი შეხსენება გონი არც გჭირდებათ. რა კინოობანა, რა ყვავილობანა, მოშლილ ტელეფონსაც ხანდახან წყალობდით. რა წრეში ბურთი და რა კენჭკენწლაობა, ჩიკორის ცემაზე როგორ ავწვალობდით, არ მინდა გამომჩეს ჩემთან ჩემი ოქრო. არ დამავიწყდება ბალბა ლუკა. კაკლაობისას კი გზაზე ოკრო-ბოკროთ გორავდნენ კაკლები ხან წინ და ხან უკან. ორდროშიანით რომ გულს მოვიოხებდით, ახლა შვიდქვიანის ჯერი მოდიოდა. ბრტყელი ქვის საძებად რიყეზე გავრბოდით. იმდენს ვაგროვებდით, ქვაქვაზე ცვიოდა. კარტი თუ ნარდი და მაგიდის ჩოგბურთი, შაში თუ ჭადრაკი, მეფე და პალაჩი. ბოძზე დაკიდებულ ფარზე კალათბურთი, ვინ ბევრს ჩავაგდებდით 10-დან კალათში. სირბილისგან რომ გადავიღლებოდით, შემოდით ჭამეთო გვეძახდნენ დედები. ისე ჩქარავჭამდით და უკან მიურბოდით, თითქოს და დაბუმულებს გვიჭერდა ღვედები. ლახტის დროს დგებოდა, მამების ქამრები შხույლი დაჰქროდნენ, წიოდნენ ჰაერში.
წრეში ჩამდგარ ბიჭებს ეწოდა წვივები და ტკივილს ვამჩნევდით ცრემლიან თვალებში. ლახც ფეხბურთი ცვლიდა, ფეხბურთს თევზაობა. მურწას და ნაფოტას ვამატებთ გვენანას, დარანში ვუქშევთ და მიდის წუწაობაც, თევზი იმდენია, ეყოფა ქვეყანას. თევზს ბევრნი არც ვჭამდით, პროცესი გვხიბლავდა და ფეხში შველები ვათრევდით დიდ სათლებს, ზოგი სადი ისრო და ზოგიც ბუჩქთან ყრიდა და აღამებისას კი ვეძებდით ფეხსაცმელს. დინისოს აღმართზე თოვლიან ამინდში ციგებს ავათრევდით შიშველი ხელებით, გათოშილები კი გავრბოდით სახლებში, მივიფიცხებოდით ღუმელთან სველები და დამალობანა დახუჭობანაზე ვინსად გარბოდა, ვინ ხეზე ადიოდა და ამის პატრონმა რაქნასო თამაშზე სიცილის ხარხალის ხმა სადარ გადიოდა. ბინდისას ხისაგან გათლილი თოფებით ბუობანას და ხეზეშიც ვიწყებდით. თამაშს გვიანამდე აღარც ვასრულებდით. ამ თამაში სახლსაც ვივიწყებდით. ვინმე არ ნაუტი ღამით ნერვს დახევდა, სახლში წავიდეთო, ლოგინი გავშალოთ, მერე რომელიმე წამოიძახებდა, ჩიტმა თავის ბუდე იცის, დავიშალოთ. წიგნებში კირკიტიც არ გვავიწყდებოდა, სკოლიდან გავრბოდით ბიბლიოთეკაში, 2-3 წიგნს ჩავდებდით, ჩანთა მძიმდებოდა, ერთმანეთს შველოდით ჩანთის წაღებაში. ზაფხულში ფორფოსტი რომ გაიხსნებოდა, ყველანი ვეძებდით წაუკითხავ წიგნებს. ხეზე დავსხდებოდით, რომ დაბინდდებოდა, ვაძავდით ხან მულატებს და ხანაც წიგნებს. თამაში სწავლობდით და თამაში ვიწრთობოდით, ხედავთ გასართობი რამდენი გქონია. არ თაკილობდით, ვენახშიც შრომობდით, თქვენ ინტერნეტი პანაცეა გგონიათ. თაობა გამოდით აერზე, ძაფრად ჩაისუნთქეთ, ფილტვები დაბერეთ, მერე გვიან იქნება კბენანი თითებზე, ისე მოგეპარევათ ტიალი სიბერე. და კიდე რამდენი სათამაშო გამოგვჭალბათ. ჩემ თვალწინ გაირბინა მართლაც ბავშვობა, ისე დახატე თინა. სულ სხვა თაობა მოვიდა, რის ჰაერზე გასვლა და რის თამაში და რის ბუნებასთან ურთიერთობა, მიწასთან ურთიერთობა, იცი, უყურებ ბავშვები შეიკრიბებიან და ყველა თავის მობილურს ჩახურებს, იცი, ამ ვირტუალურ გარემოში ცხოვრობენ, ვირტუალურ სამყაროში არიან და აი სიმარტოვეც აქედან მოდის, იცით, ის ურთიერთობები აღარ არის ადამიანებს შორის, გამქრალია. დღეს თქვა კავშირის, ტრანსპორტის უამრავი საშუალება და ერთმანეთს აი თითქოს მარტო ტელეფონით ან რაღაცა მეტი ინტერნეტით დაუკავშირდები და ამით ვისმაყობთ მაშინ, როდესაც შეიძლება 100 კილომეტრი გაგიარა, კაცის სანახავად ავტობუსთან ავტობუსი გამოგეცვალა რა და აი სხვა ცხოვრება მოვიდა, მაგრამ სამწუხაროდ ადამიანი დაშორდა ადამიანს. ადამიანთა გულები გაშორიშორდა, თუ შეიძლება ითქვას და ეს ტკივილია გადმოცემული ამ ლექსში. მოდი გახსენებას დედაზე წავიკითხავ. კი ბატონო, წაიკითხე, იმიტომ რომ ჩვენი გადაცემა ნელ-ნელა დასასრულსაც ახლოვდება და ამბობდი დავკარგეო თვალის ჩინი, რა ძნელი ყოფილაო სიბრმავე. ღამითაც გამიკრთაო უკვე ძილი, სულ შივი მე რამდენად იმავეს. რიღაცთვის ვამძიმებო დედამიწას, მიჯობს სხვებს დაუთმოო ადგილი. ასე რომ გაწუხებთო ვეღარ ვიტან, თქვენთვისაც არ არისო ადვილი. ხედავდე წავიკითხავ რამე წიგნს და შევყერავ თუნდაც ჩემთვის რაიმეს. ეზოში ვერ გავდივარ თუ კი წვიმს და გეძახით მომხედეთო ვაიმე. როგორღაც გზას მივიკლებ დედაჩემო, თუმცაღა გამიჭირდა უშენოთ. შენს შემდეგ არც გათენდა დღესაჩემო, ამდენ დარც როგორ უნდა უშველო. მადლობთ რომ ჩვენი ღერძი იყავ დედავ, სამყარო დაგვიხატე ფერებით, დრო მოვა უფალი რომ შეყვრის ერთად, ცივ გულში თბილად მოგეფერები. ნათელში იყოს კიდევ ერთხელ მინდა გავიხსენო რომ თინა გახელაძის დედა ქალბატონი მაყვალა იყო ქართული ენისა და ლიტერატურის 8 წლმოსილი პედაგოგი ქვემოჭალის საშუალო სკოლაში. ისევ სასაფლაოზე თუ სხვა რამე წავიკითხე. კი ბატონო, წაიკითხე. რაში მშვიდია. სპეტაკი ძილით ზძინავთ უცოდელთ. აქ ჩემი სულის ბაღის კიდია. გმობ ბედის წერას, კაცრს და ულმობელს. საფლავზე ვასხამთ ღვინოს მდუმარეთ. მიცვალებულებს მოუკლავთ წყურვილს. ლოცვას აღვავლენ გულით მხურვალეთ. სანთელს დავანთებ ჩაუთქვამ სურვილს. ყველა აქ მოვალთ დღესა თუ ხვალე. გუნებას გონი მიცვლის მარტივით, დაგშორდებით და ბრუნდები მალე. თითქოს მიზიდავთ
ანდამატივით. და ცოცხლებზე დავამთავროთ ალბათ. კი ბატონო და ელელა დავასრულოთ ჩვენი გადაცემაც. აი, რახან ხინზე და მოლხენაზეა უძღვნი ძმაკაცებს და დაქალებს. კი ბატონო. წვიმა, ლირიკა, შოპენი, ლისტი და როიალის ხმა შორეული. გონებას ხარტი, გუნება ხისტი, სხეული თითქოს ბანგმორეული. წვიმა? არა, სიმღერა თითქოს, წუხს ვიოლინო გახელდა ხემი. გული ზეცაში აფრენა სითხოს, დღეს წვიმა არის მეწყვილე ჩემი. ხეტიალში რომ გაწყდება კანცი, სახლში მივჯდები კუთხეში მარტო. გრძნობ მესტუმრება ვინმე ძმაკაცი, ვეცდები ხინი რომ გაუმართო. გვერდით მოვიდგა ხელადი ღვინოს, სახეს მფენია თითქოს ვარაყი. ვეტყვი რა, მოდი წავიღიღინოთ, ჯერ კი გადავკრა თითო არაყი. წვიმის განწყობაც არსებობს თურმე, სველი წვეთები წაშლის მოწყენას. გაქრა, აორთქლდა ფერები მრუმე, მორჩა, დღეიდან ვიწებ მოლხენას. მე მინდა ხაზგასმით აღნიშნო, რომ თინა გახელაძეს როგორც ქართული ხალხური სიმღერები იტაცებს, ისე გატაცებულია კლასიკური მუსიკით. ეს მეორე ჰობია კიდე მისი. რა ვიცი. ჩვენი გადაცემა ხო გინდა რომელიც არ ვიცი, აი წავიკითხოთ, თუ მინდათ ესაც კარგ ნოტაზე დავამთავროთ. კი ბატონო. გაზაფხულდება და დედასავით მარტი მზეს ალბათ 9 ჯერ პირდაბანს. პირველი კბილი სამოჭრასავით ენძელა თოვლის გადიხდის საბანს. ქარი ბებერმთებს უღრენს ნისლიანს, თავს დაგვაცხრება როგორც აფთარი. ტახტრევანისთვის მძაფრად იბრძიან გაზაფხული და ცივი ზამთარი. კლდეს მიჯაჭოლი ამირანივით, ბუნება გაწყვეტს ყირნის არტახებს. შემოიქროლებს შევარდენივით, გაიღვიძეთო, ქედებს ასძახებს. დაფრთხება კლდეზე ჯიხვების არვე, გადაევლება შეჭრილ ქარაფებს. ფრთას მოიღერებს არწივის მართვე, ბუნათში დათვი ილოკავს თათებს. ჭალაში ბღავის ფური ირემი, აქ ხარირებმა მილეწა რქები. გამოცოცხლდება ამერიმერი, ანგელოზივით მეზრდება ფრთები. საოცრებაა, ცა მიწას ერთვის, დიადი გრძნობით ფართხალებს გული, აქ მწვერვალია ბედნიერების. წმენა, იმედი და სიყვარული. დაბედებოდეს საქართველოს ეს ამბავი. ღმერთმა არ გამოულიოს საქართველოს წმენა, იმედი და სიყვარული ერთმანეთისა. ჩვენი გადაცემა ნელ-ნელა დასასრულს მივახლოვდა. ჩემი ძვირფასი სტუმარი იყო შესანიშნავი პოეტი, კასპის რაიონის სოფელ ქვემოჭალის კვიდრი, მეომარი სიმართლისათვის, ქართული მიწაწყლისათვის, სამშობლოსათვის. შესანიშნავი შემოქმედი თინა გახელაძე, მე ვაჟა თარაშვილი, მომავარ ქუჩაბათამდე გემშვიდობებით, ნახვამდის კარგად ბრძანდებოდით ჩემო ქართველებო.